ყველა ვინც ჩემი გამომწერი გახდება ფინანსური რიტუალის ჩატარებას ვაპირებს საჯაროდ ამ დღეებში, ასე რომ გამოიწერე არხი და გავიგოთ რა სახის დაფარული პროცესები მიმდინარეობს შენ ზურგს უკან, მათი გონათ რომ შენ ამას ვერასდროს გაიგებდი, მაგრამ დღეს მე აი ამ ჩემი მისტიური დასტით ამოვიღებ ინფორმაციას შენ ზურგს უკან მიმდინარე პროცესებზე. დაფიქსირდი ვიდეოს კომენტარებში ერთი იმისთვის რომ მიიღო ეს ინფორმაცია მადლიერებით, მე კი დავიწყებ ინფორმაციის გაშარებას. დღეს გვექნება რამოდენიმე ვარიანტი ჩემო ძვირფასებო, ვფიქრობ რომ 3 ვარიანტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ უფრო დეტალურად ამოვიღოთ ინფორმაციები და მასშტაბზე დაფარული პროცესები შენ ზურგს უკან, რომელიც მიმდინარეობს შენს ფარულად. პირველი ვარიანტი, მეორე და ეს იყოს მესამე ვარიანტი. გამოვიყენოთ განსხვავებული ნივთები ვარიანტების სასარჩევად. პირველ ვარიანტზე წავა აი ეს უმშვენიერესი და მისტიური ალადინის ლამპარი, პირველი ვარიანტი ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, ხო? აბა, ყურადღებით დააკვირდით. დავსი გაშლა ჯერ თქვენ არ გინახავთ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი ყურადღებით დააკვირდით, შეკითხეთ სამყაროს, რა ფარული პროცესი მიმდინარეობს თქვენ ზურგს უკან, მე კი ამოვიღებ ინფორმაციას ძალიან მკაფიოდ. ინდივიდუალურ გაშლაზე ჩათაწერად კი მწერთ პირადში TikTok-ზე ნინის მე, ან Instagram-ზე UGC Nini 55. მაშასე პირველი ვარიანტი, რა დაფარული პროცესი მიმდინარეობს შენს ზურგს უკან ფარულად. გავიგოთ და ჩავიძიროთ სიღრმეებში, ხო? თქვენი არაკეთილის მსურველები, რომლებიც ყველა კუთხიდან გაკონტროლებენ, გიყურებენ და მონიტორინგს გიწევენ, ასე ვთქვათ, როდის წაგიწდებათ ფეხი, რომ სადაც არის, ასე ვთქვათ, აღნიშნონ, ნახეთ როგორი რაღაცაა თქვენი წარმატება, თქვენი წინსვლა, ბედნიერება და შენაძენი ნამდვილად მათთვის ინფარქტის დადგომასთან არის ასოცირებული, გიყურებენ როგორმე რომ სადღაც რამე შეგეშალოთ, სადღაცა ფეხი წაგიწდებთ, რომ შემდეგ ამაზე ააგონ ხელი თავიანთი სცენარები, ხო? მათ სურთ რომ თქვენთან წინსვლა, წარმატება, კარიერის მიმართულებით, ჯანმრთელობის მიმართულებით, პირადის მიმართულებით არ დადგეს თითქმის არასდროს რაღაცა ესე სამუდამოდ რომ ამოტრიალდეს თქვენი მოცემულობები, თუმცა ისეთი ადამიანი ხართ, საკუთარ თავზე საკმაოდ ადეკვატური წარმოდგენა გაქვთ, თქვენ იცით საკუთარ თავის ფასი და იცით ის რომ თავდაჯერებულობა ეს გამომდინარეობს კონკრეტული მოცემულობებიდან გამომდინარე თქვენ გაქვთ ამისი მყარი საფუძველი რომ საკუთარ თავში იყოთ თავდაჯერებული თქვენ ხართ მზის ენერგიებში, ანუ ეს იმას ნიშნავს პარალელურ რეჟიმში, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის სიახლე, რომელიც იქნება აბსოლუტურად ახალი ენერგიებით სავსე, ახალი მუხტით სავსე, ნამდვილად სასიხარულო და ამაღელვებელი იქნება ეს მოცემულობა, გასვეთებით და შეიძლება მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ასე მოულოდნელად. პატარ-პატარა იმედგაცრუებებთან ერთად შესაძლოა აი ეს ადამიანები გამოვლინდნენ და თქვენ ამის თაობაზე შეიტყოთ. ან შეიძლება ამ დროს, როდესაც მე ვსაუბრობდი ინტუიციურად წამოვიდეს, ასე ვთქვათ, მინიშნებები კონკრეტულ ადამიანებზე და ქურუმი ქალის ენერგიები, ეს არის divine feminine energy, ანუ რას ნიშნავს, ხო, თქვენ გაქვთ კონკრეტული ფარული სიტუაციების დანახვის ნიჭი, უნარი, ინტუიციურად მაღალგანვითარებული ადამიანი ხართ და თქვენ პრინციპში ისედაც იცოდით ეს ყველაფერი, რომ არაკეთილის მოსურნეები ძალიან ისე გაკვირდებიან, ხო? ჩემო ძვირფასებო, კარგით, შეიძლება გავაჩქაროთ სამყაროსგან, რაც გირჩევდეთ ახლა სამყარო, როგორ უნდა მიქცეთ, თუნდაც აი ახლა ამ მომენტში, ამ ინფორმაციის გაგების შემდგომ. ნუ მიაქცევთ დიდად ამ ნეგატიურ ემოციებს, ყურადღებას, ორიენტირდით საკუთარ ფინანსებზე, კარიერაზე, ჯანმრთელობას მიხედეთ ჩემო კარგო და აუცილებლად სპირიტუალურ მიმართულებას მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება, აქ წმენდები, მედიტაცია არის გადამწყვეტი, რაც დაგეხმარება პროგრესის დადგომაში და საბოლოოდ სხვა რაიმე ხომ არ არის მიმდინარე პროცესი შეზღუდვის უკან ფარულად, რის თაობაზეც არ აქვს წარმოდგენა. კი ბატონო, წარსულში ისედაც გაიგე ჩემო კარგო, რომ აქ იმედგაცრუება ნამდვილად იგრძენი. სავარაუდოდ ეს იყო იმის თაობაზე, რომ ადამიანის მხრიდან იმედგაცრუება დადგა, რომელსაც სრულად ინდობოდი, გულით ტკივა ნამდვილად ეხლაც, თუმცა რატომ მოვიდა ეს ინფორმაცია, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? შესაძლოა ამ სიტუაციამ გიბიძგოს, რომ რაღაცნაირად თავი შეიკავო მოქმედებისგან, თითქოს აი კომფორტის ზონაში უკეთესია ხო ხდები კონკრეტულ ხმლების მეფესთან, შესაძლოა შენ სურვილებს რეალურად ვერ ამჟღავნებდე, იმიტომ რომ კონფლიქტს ააცილო თავი, ხო? თუმცა აი ეს არ არის სწორი ჩემო კარგო, შენ ზუსტად იცი
რაც ხდება ზუსტად იცი, თუ ფიქრობ რომ ვიღაც გატყუებს, თუ გონია რომ რაღაცას გიმალავენ, სწორედ იცი შენ ვიზიც არის ახლა საუბარი, მე როდესაც შენ გესაუბრები, შენი ინტუიცია ამას თავისთავად ამოიცნობს, ხო? თუ არ დაგაკმაყოფილებს ეს გაშლა პირველი ვარიანტი, გელოდებით პირად დიაგნოსტიკაზე, ნამდვილად არაჩვეულებრივად სიღრმისეული ინფორმაცია გელოდებათ. გადავედით მეორე ვარიანტზე. ფარული პროცესი თქვენს ზურგს უკან, რომელიც მიმდინარეობს და თქვენ წარმოქმნა არ აგაბა. აქ ვიხებით კონკრეტულად კვერთხების მეფეს, მამაკაცს, თქვენს პარტნიორს. მამაკაცს დიდი ალბათობით არის ცეცხლის ნიშანი, ლომი ვერძიანი და მშვილდოსანი. კარგი, რას ეხება ძირითადად ეს პროცესი? ფარული პროცესი. ადამიანმა მიაღწია თავის ჩანაფიქრს, თავის მიზანს და მის საბოლოო დანიშნულებამდე მისული არის, მინდა გითხრა, თუ გატყუებს ეს ადამიანი, რომ იცი რა ფინანსურად ისე მყარად ვერავარ, ეს არის ძალიან დიდი სიცრუ, იმიტომ რომ ის შენ ზურგს უკან გეგმავდა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, რაღაცას, რას გეგმავდა ისიც გავიგოთ, რაც წარმატებით დასრულდა. გაურკვევლობაშიც იმყოფებოდა ადამიანი თავად და ასევე შენს შემოკარგო, იმიტომ რომ გატყუებდა ეს ადამიანი, მას შენ ზურგს უკან აქვს დანაზოგი პირდაპირ გეტყვი, შესაძლოა ეს ანაბარს გულისხმობდეს ან რაღაცა, რაც ფინანსურ მატერიალურ დანაზოგს ნიშნავს, ხო, შესაძლოა ემოციურ დონეზე წახვიდე, რომ რაიმეს ხომ არ მიმალავდა ემოციურად, მაგრამ არა, აქ არის პირდაპირ ფინანსებზე მინიშნებები. კარგი, კიდევ რა არის საფარული პროცესი ამ შემთხვევაში? კიდევ იმაზე მოვიდა მინიშნება ჩემო ძვირფასო, რომ ადამიანს ყველა მიმართულებით გაუმართლა. სიყვარული, ფინანსები, კარიერა, სპირიტუალური მიმართულება, ყველაფერში ფორტუნას ბურბლით დასტურდება ეს ყველაფერი, რომ ფორტუნას ბურბალი მისთვის გაიხსნა. და ადამიანი აი ახლა მასკიროვკით არის წარმოდგენილი, რომ ვითომ იტანჯება, ვითომ აი უნდა წავიდეს და უნდა იმუშაოს. მე ხვდი ხო რა შესაქმე არ და რეალურად ადამიანი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს შინაგანად და ასევე ფინანსურად. მე ტყუის ხომ არ ექნება ადგილი, ის გავიგოთ. დიდი ალბათობით აქ შესაძლოა ქორწინება, ნიშნობა, ვისაც სერიოზული პარტნიორი არ აქვს, შეიძლება დაკვირდეს ადამიანი რაღაცის სანაცვლოდ რაღაცას დაკვირდეს, მაგრამ ყურადღებით, იმიტომ რომ რამდენად არის სანდო ადამიანის სიტყვა, სანდო არის თუ არ არის. სანდო არ არის ჩემო კარგო, შესაძლოა იმედი გაგიცრუდეს, შეგიტყუოს რაღაცა სივრცეში ადამიანმა და შემდეგ გადავარდა ძალიან დიდი პროტესტების, აგრესიის და ასე ვთქვათ, ამაოების მდგომარეობაში. არ გირჩევდი ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანთან დობას მის სიტყვაზე, იმიტომ რომ გატყუებს ადამიანი ეს ერთი და მე მეორე სერიოზული განზრახვები არა აქვს შენი მიმართულებით. მამაკაცებმა ქალბატონზე შეგიძლიათ რომ რეზონირება მოახდინოთ და გემშვიდობებით მეორე ვარიანტი გადავდივართ მესამე ვარიანტზე, აი არაჩვეულებრივი და მისტიური ზარდახშა ესეთი ხო, ნახეთ რა საოცარია, ისეთი ორნამენტები აქვს, რომ გაოგნებული ვარ ჩემო ძვირფასებო შეხედეთ. კარგით, მოკლედ გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. დაფარული პროცესი თქვენ ზურგს მიღმა და სასიყვარულო სამკუთხედი პირდაპირ არც აცია, არც აცხელა, როგორც იტყვიან ხოლმე, ეგრევე გვაჯახა ინფორმაცია. კარგი. უფრო დეტალურად მინდა რომ გავიგოთ მესამე ვარიანტის შემთხვევაში რა ხდება. მაბატიეთ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ სამიანების კვერთხები პერსპექტივაში გელოდებათ აი ამ ამბის მთელი სიმძაფრით გაგება და თქვენი მენტალური მდგომარეობა იქნება ცხრიანობის ხლების ენერგიებში, რაც ნიშნავს პროტესტებს და ღრმა მენტალურ პრობლემებს უკვე ეს იმდენად დამანგრეველი იქნება თქვენი ფსიქიკისთვის, რომ ნამდვილად გადავარდებით ღრმა დეპრესიის მოცემულობაში და სიმარტოვის დანაკარგის შეგრძნება დაისადგურებს ამ შემთხვევაში. ნამდვილად ნეგატიურ ემოციებზე მოგიწევთ ფოკუსირება, თუმცა ეს ის არ იყო, რას თქვენ დაიმსახურეთ, ხო ამ ადამიანისგან. არ არის ეს დამსახურებულად მიღებული ხალატი თუნდაც ამ შემთხვევაში, ნამდვილად. ძალიან მალე მოდის ეს ამბავი ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ, ვინც უკვე გაიგეთ უწუხარ ძალიან ნამდვილად, ვინც გაიგებთ შემდგომში, ეს იქნება სასიყვარულო პარტნიორის თაობაზე აუცილებლად და ანალოგიურად გიდასტურებთ, რომ სასიყვარულო სამკუთხედის
დადასტურება მოვიდათ საბოლოო ჯამში რა უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში სასიყვარულო მაგიით, წმენდის რიტუალებით და ინდივიდუალური გაშლით ვინც ხართ დაინტერესებულები, გელოდებით პირადში, TikTok-ზე ნინის Magic, Instagram-ზე UGC nini 55 დროებით გიშურებთ გამძლეობას შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეომდე არხის გამოწერა და კომენტარში დაფიქსირება არ დაგავიწყოთ იმიტომ რომ თქვენ ამით მე მეხმარებით